3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. სკოლა სავსეა განსხვავებული ადამიანებით, განსხვავებული ტიპებითა და ხასიათებით. სკოლაში კლანებიც არიან. ეს მაშინ ხდება, როცა ერთი ჯგუფი ერთმანეთთან მეგობრობს. სხვებთან კი არა. ვიღაც კარგად სწავლობს, ვიღაც ძალიან ცუდად. ზოგი კეთილია, ზოგი კი ამაზრზენი. ყველა განსხვავებულია. დღეს კი ჩვენ გადავიღეთ ვიდეო მაგარი გოგო ნერდის წინააღმდეგ. მოდი წავიდეთ. რატომ დააღეთ პირი? ასეთი ლამაზი გოგო სხვაგან არ გინახავს? ის ლამაზია. ნიკოლეტა, ძალიან ლამაზი ხარ. რას აკეთებ ამ საღამოს? ძალიან მინდა შენთან ერთად პაემანზე წასვლა. დამშვიდი, დონატო. თუ დამჭირდები დაგირეკავ. ახლა კი თავი დამანებე. Yes, მან დამელაპარაკა. ახლა მე ცოტათი პოპულარული ვარ. Cringy. ნიკოლეტა, კარგად გამოიყურები. ეს რეები გაცვლია? ახლავე შეწყვიტეთ საუბარი. ჩვენ რეალურად აქ გაკვეთილს ვატარებ. სწრაფად დაზხედით ადგილებზე. დამშვიდი პატარავ, მალე დავიწყებთ. მიეცი ხალხს საშუალება დათბეს სილამაზით. რას აკეთებ? რამდენს ბედავ? შენ მშობლებს სკოლაში დავიბარებ, იცოდე. არაა პრობლემა. მაშინ მთელი სკოლა გაიგებს თქვენი რომანის შესახებ სპორტის მასწავლებელთან. რა? სერიოზულად? ეს ამაზრზენია. კარგი, შემიძლია გაკვეთილის ნაწილი მიუძღვა ნიკოლეტას ახალი მიც. კარგი, ნიკოლეტა, შეგიძლია გითხრა რა გაქვს მას? ეს ჩანთა არის იტალიიდან. 3 საათის განმავლობაში დაჟინებით ვხავდი დედაჩემს, რომ ეყიდა ჩემთვის. 3000 ევრო ღირს. რამდენი? რამდენი? ეს ძალიან ძვირია. ნიკოლეტა, ეს უკვე შენს მიერ სკოლაში მისი გათიშვის მესამე შემთხვევაა. რას ვიზამთ? ეს არის მისი ბედი. შუადღე მშვიდობისა. ბოდიში დამაგვიანდა. შემიძლია გაკვეთილზე შემოსვლა? ხო, შენ მოხვედი. ისევ კარტოფილი ამოთხარე? რატომ ლაპარაკობ კარტოფილზე? უბრალოდ ჭიას გავხარ. თითქოს მთელი დღის განმავლობაში მიწას ტყრიდი. კარგი, ნუ უსმენ მას. დაიკავე შენი ადგილი. დიდი მადლობა. რატომ ხარ მასთან ასეთი უხეში? ნიკოლის მსგავსი ხალხი ამას იმსახურებს და ეს ყველა მიცის. აი შეხედე. სნეჟანა ჯერკოვნა. მითხარით, მოგწონთ ჩვენი ნაცრისფერი თაგვის ჩაცმის სტილი? რა? ტანსაცმელი? ჩემი აზრი გაინტერესებ? ისე ზოგადად მე თუ მკითხავთ, სანამ ტაქსის ძღოლი გავხდებოდი, დიზაინერის დამლაგებელი ვიყავი, ასე რომ მე პროფესიონალი ვარ. მისი მოდის უნარები სუსტია, მოსაწყენია, სიცოცხლე და ფერები აკლია. მე თქვენთვის არაფერი დამიშავებია. კარგი, მოდით გაკვეთილზე ვიყოთ ორიენტირებული. ეს კლასი მოსაწყენია, ცოტა გართობა მინდა. გააქვს რაიმე იდეა? ეს შენ ხარ, ვინც შეულები ვაკ საუკეთესო იდეებს იფიქრებს ხოლმე. ჩვენ ახლა გვექნება ფრენკების დრო. ცოტა გავერთოთ. ეს ახალისო იქნება. და ვინ იქნება შენი მსხვერპლი? გონი ვიცი, ვინც იქნება და რასაც ვიზამს. და როგორია შენი გეგმა? მოსტრი ხარ, მაგრამ სწორედ ამიტომ მომწონ ხარ. გამარჯობა ბოგდან, რა შვები? ნიკოლეტა, გამარჯობა. არაფერს, შენ როგორ ხარ? კარგად ვარ. გახსოვს როგორ გამომიგზავნე ეს ვოისი იმის შესახებ თუ როგორ შეყვარებული ხარ ჩემზე და როგორ გინდა ჩემთან იყო? მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს. ის შენ მამაჩემს გაუგზავნე და ის მერე 3 თვე დამცინოდა. კარგი, ეს ყველაფერი წარსულში იყო. ახლა კი სიყვარულის დროა. ახლა მე გაკოცებ და ჩვენ ერთად ვიქნებით. yes, ძალიან მიხარია რომ გიყვარვარ. მიყვარხარ და ყოველთვის შეყვარებული ვიყავი შენზე. ეს გაიკეთე. რატომ გჭირდება ეს? რომ კოცნა უფრო რომანტიკული გახდეს. კარგი. წავიდეთ აქედან. კარგი, ვაკოცოთ? რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ერთი რამე უნდა გავაკეთო. რას აკეთებ? რატომ? აქ, რა ხდება? შენ მე მომატყუე. ნიკოლეტა, შენ ძალიან ბოროტი ხარ. მადლობა, მე ძალიან ვეცადე. ძალიან სასაცილოა. რატომ მაბულინგებთ ასე ყველა? არავინ დაქცინის, უბრალოდ მთელი ცხოვრება გასწავლის, რომ სიცოცხლე სასიშია. ჩვენ რეალურად გეხმარებით. მადლობა.
ნიკოლ, ეს კლასში არ უნდა გააკეთო. ეს მე არ ვიყავი, მართლა, რაღაც უნდა იყოს ჩემს სკამზე. ო, ზედმეტი ბარდა მოგივიდა ალბათ. სნეჟანა ჯერკოვნა, ფანჯრები გავაყოთ, თორემ შესვენებამდე მოვკვდებით. კარგი, შეწყვიტეთ ციცილი. ნუ ბრაზდები, ეს უბრალოდ მეგობრული ხუმრობაა. ო, მეგობრული. უბრალოდ დამცინია, რომ პოპულარული არ ვარ. მე მაბულინგებენ. სიცოცხლე გზელია. ვინ ვისთვის იმუშავებს, ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რომ ის საომავლოდ სამსახურს ვერ იშოვის. რატო? კარგი ბავშვებო, ჩვენ საკონტროლო გქონდა და უკვე შემიძლია რომ ქულები გითხრათ. შეხედეთ, ჯერკოვნას ალბათ მთელი ღამე არ ეძინა. ის ბევრ ჯადოსნობას აკეთებს ჩვენ რეულებზე. ხო, თუ მას პირადი ცხოვრება არ აქვს, რისი იმედი აქვს? მე დავტოვე უზარმაზარი ლაქა ჩემს საკონტროლო სამუშაოზე. როგორ ფიქრობ, ის გაბრაზდება? ცუდ შეფასებას ხომ არ დამიწერს? არ ინერვიულო, სწორი პასუხები უფრო მნიშვნელოვანია. კარგი, ქულები, ჟენია, შესანიშნავი. Yes, კარგად დავწერე. ახლა დედა აუცილებლად იყიდის iPhone-ს. ინა, დამაკმაყოფილებელი. არა უშავს. კარგი. დედა მაინც არ ნახულობს ხოლმე დღიურს. ბოგდანი, კარგი. უბრალოდ სხვა დროს ეს ლაქა აღარ დატოვა ხოლმე რეულზე. ფრთხილად იყავი. კარგი? თორე მიცოდე ქულას დაგაკლებ. გასაგებია? ბოგიშით არ მინდოდა. მეც აღარ ვიზამ. და ნიკოლეტა, ეს იყო ყველაზე ცუდი. არა დამაკმაყოფილებელი. ამას რზენია. ასეთი ცუდი ნამუშევარი აქამდე არ მინახავს. ყველაზე საშინელი ნაშრომი სკოლის ისტორიაში. მაგრამ რატო? იმიტომ რომ სულელი ხარ. ბოგდანის ლაქასაც კი შენზე მეტი ინტელექტი აქვს. ჰეი, თქვენ ჯერონა, დედაჩემი მთელი სკოლის დაფინანსებას შეწყვეტს და მე ნახავ რა მოხდება. როგორ ბედავ? მე ჯერ კიდევ შენი მასწავლებელი ვარ. ასეთ რამეებს როგორ მიბედავ? და ახლა? კარგი, ნიკოლეტა, შესანიშნავი. რა არის ეს? ჩუმად, ცოდნა არის ძალა, რა თქმა უნდა. სულ დამავიწყდა, რის გაკეთებას ვაპირებდი დღეს გაკვეთილზე. თქვენ თხოვეთ შეგახსენოთ, რომ ჩვენი ბოლო გამოსთვის ქულები გამომეცხადებინა. ჯანდაბა, არა და დღე ისე კარგად მიდიოდა. არ მინდა რომ გავიგო ქულები. არ ვიცი ზუსტად რა მივიღე. შეიძლება კარგი ქულაც იყოს, მაგრამ დიდი ალბათობით მე უკვე დავკარგე PlayStation-ი. სნეჟანა ჯერკოვნა, ნიკოლმა შეცდომა დაუშვა. თქვენ გინდოდათ სახლში წავსულიყავით. დიახ, მართალია. 100%-ით ასე იყო. შენ გონია რომ მე ასეთი სულელი ვარ? არავის არ შეუძლია ჩემი მოტყუება. ყველას ორიანებს ნაგიწერს ჟურნალში. ნიკოლის გარდა, ის ერთადერთია, ვინც გულწრფელია. არა. თუ სნეჟანა ჯერკოვნა 10 წუთის განმავლობაში აქ არ მოვა, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება რომ სახლში წავიდეთ. შენთან ერთად წამოვალ და თქვენ ბიჭებო? საშიშია, რა მოხდება თუ დედაჩემს ეტყვის რომ სკოლა გავასწინე? რამტირალა ხარ, ეს არის წესი, თუ მასწავლებელი 15 წუთზე მეტი არ მოვა, შეგიძლია რომ სახლში წახვიდე. და საწერია ეს წესი? სადა? ჩვენი ელიტარული კლუბის წესებში. ბოგდან, წამოხვალ ჩვენთან ერთად? თუ შენ ჟენიასავით გეშინია? ჟენია ჩემი მეგობარია, მაგრამ მე არ მეშინია. მე მინდა რომ მაგარი ვიყო. მოღალატევ. მაშინ დაამტკიცე რომ მაგარი ხარ. გაბრეკე მასწავლებელი. როგორ? აიღეს და დაიმალე კარის უკან და თუ ის მოვა, კარგად შეაშინე. ამის შემდეგ მას ეცოდინება, რომ ჩვენნაირ მაღალი დონის ადამიანებთან არ უნდა დააგვიანოს. მაგრამ ეს არ იქნება სწორი საქციელი. ასე რომ არ ხარ მაგარი, შენ გეშინია. იმედია არ მოვა. ასე რომ ბავშვები. რა გააკეთე? მანეს დაისახურა. კარგად ხართ? რატომ გააკეთე? ის გიზია, ჩვენ ყველა ვესაუბრეთ მას და მან გადაწყვიტა გაკვეთილზე დაგვიანებისთვის თქვენთვის გაკვეთილი ასწავლებინა. მან ჩვენ არ მოგვისმინა. ნიკოლეტა. მე მაქვს იდეა თუ როგორ გავპრეკოთ ჩვენი მასწავლებელი. ეს უკვე საინტერესოა. არ გეცოდებათ იგი? მას უყვარვართ, იგი გვაძლევს ცოდნას. სისულელეებს უნაპარაკობ. მასწავლებლები სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ ჩვენ გავპრენკოთ. რა მოიფიქრე? მოდით გავბეროთ რამდენიმე ბუშტი ჰაერით და ერთი წყლით. თქვათ რომ გვინდა მიულოცოთ მას დღესასწაული. და მას ვესროლოთ ბუშტები. ის ჩვენ დაგვჭის, როცა დასველდება. ხრიკი ის არის, რომ მან არ იცის ვინ ისროლა წყლის ბუშტი. მას არაფერი არ ეცოდინება, იმიტომ რომ ყველა ბუშტს ჩვენ ერთად ვისროლით. რაც გინდათ ის გააკეთეთ. მე არ მინდა ამის ნაწილი ვიყო.
გამარჯობა! დღეს მასწავლებლების დღეა. ჩვენ მინდა რომ მოგილოცოთ. რა? ძალიან სასიამოვნოა. თუ მე სურპრიზი მომეწონება, მაშინ ბიოლოგია საჩუქრის გარეშე დარჩება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდოდა რომ მოგველოცა. ნიკოლ, რას აკეთებ? იქ წყლის ფუშტებია, მათ უნდათ რომ თქვენ გაგპრენკონ. აქ საერთოდ არაფერია. შენ, ჩემი წვეულება ჩაშალე. მაგრამ მე ჯანდაბა. ეს ხდება ნიკოლ, როცა გგონია რომ სხვას პრანკავენ და სინამდვილეში შენ გპრანკავენ. ეს შენთვის იყო. ასე რომ დაფასთან გამოვა. მოდი ნიკოლეტა. რატომ მე? მირჩევნი ამთავრებმა მაგაქცემ პასუხი. ჰეი, ჩვენ არ ვართ თაგვები. კარგი. ნებამომეცით გაგახაროთ დღეს. მე გავალ დაფასთან. ახლავე გამოვალ. კარგი. მაშ მითხარი, რა არის ფერდი? რა? ეს საერთოდ რომენი გაკვეთილია? მათემატიკა. მაშ რა არის ფერდი? კარგი, არ ვიცი. რა ვქნათ? ორიანი დაგიწერო? უჩქარო, ძვირფასო, მე პასუხი ვიცი. ფერდი არის, როდესაც მეგობარი იწევს ფიშთან შეხვედრას და მიდის მეორე მეგობართან და ეკითხება: "ო, ინა, რას ფიქრობ ჩემს შეყვარებულზე? ის ფერდია თუ არა?" რატომ მიცინით? ერთი ვნახავ, თქვენ როგორ უპასუხებთ. მაშ ბოგდან, რა არის ფერდი? ორი გვერდიდან ერთ-ერთი, რომელიც მართკუთხა სამკუთხედში ქმნის სწორკუთხედს. ასეა. შესანიშნავია, შენ არ ხარ ჭკვიანი, მაგრამ რას ვიზამთ? შენ ბევრი მუშაობა მოგიწევს. მე ცნობილი მოდელი ვიქნები და ცოლად მილიონერს გავყვები. ო, მილიონერი უნდოდა, მაგრამ უსახკარო ბიჭი იპოვა. ნახავთ ასე თუ არ მოხდება. აბა, ვინ უპასუხებს დაფასთან ახლა? ვის გინდათ გამოსვლა? ამდენ ვიღაცას უნდა. იქნებ ბოგდანა უპასუხოს, სნეჟანა ჯერკოვნა. იქნებ ცუდი აზრია, ორი თვის წინ უპასუხე. მე არ უნდა გამიძახოთ. ჩემი სუსტი გული ასეთ სტრესს ვერ გაუძლებს. დიახ, კეთახმები. მე არ მჭირდება კრიმინალური სტატია. იქნებ ჟენია? და რატომ ჟენია? ეს ერთგვარი დისკრიმინაციაა? რომ ყველაზე დაბალი ვარ სიმაღლეში? მე გიჩივლებ თუ ჩემს მიმართ დისკრიმინაციას განახორციელებ. შენ ამბობ, რას ამბობ? კარგი, მე ასეთ რამეს ნამდვილად ვერ გავრისკავ. დარჩი მან. იქნებ ვინ ამოპასუხოს? არ შემიძლია, მე ძალიან ემოციური ვარ და რომ ვერ უპასუხო ვიტირებ, არ მინდა. თქვენ კი მერე ორიანს დამიწერთ და ეს უფრო ცუდი იქნება. მესმის. კარგი, მაშინ ნიკოლი. კარგი. რა არის ჰიპოტენუზა? მართკუთხა სამკუთხედის გვერდი მარჯვენა კუთხისკენ. მითხარი პითაგორას თეორემა. ფერდების სიგრძის კვადრატის ჯამი უდრის ჰიპოტენუზის კვადრატს. კარგი, მოდი გავაგზავნოთ. ნიუტონის მესამე კანონი. მოქმედების მიმართ ყოველთვის არის თანაბარი და საპირისპირო წინააღმდეგობა. კარგი, ვნებდები. აი, ლუზერებო, ისწავლეთ. 10 წლის შემდეგ ის ბანკირად იმუშავებს და თქვენ ყველანი იმუშავებთ მისთვის. იქნებ მასთან მუშაობა კარგი იყოს. იქნებ მას სამსახურში სავსე მაცივარი მოგცეს. ო, ქალღმერთია. მე უკვე აქ ვარ. თქვენი ვარსკვლავი ადგილზეა. ჰეი, გინდა ამაღამ კინოში წასვლა? რომელ ფილმზე გინდა წასვლა? რაღაცნაირ კომედიაზე. კომედია არის ის, რომ შენ გადაწყვიტე, რომ მე დამლაპარაკებოდი. შენ ახარ ჩემი დონის, ძეხვო. ძეხვი არ ვარ, მე ბოგდანი ვარ. კარგი, მორჩა, მომშორდი. დღეს შენ ისე ლამაზად გამოიყურები. კარგი, ყველანი გაიქეცით აქედან. მე მხოლოდ ვლად აუთხთან ვაპირებ შეხვედრას. რა თქვი? გაგიჟდი? აუთხის ვლადი რეალურად ჩემი შეყვარებული გახდება. ახლა გაჩუმდი, შენ არ იმსახურებ მას. შენ მისი ღირსი კი არა, შპროტის ღირსიც არ ხარ. კარგი რა. ეს კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი პაემანი. დღეს თითქოს რაღაცნაირი დღესასწაულია. მითხარი, შემთხვევით ბოგდანს შეყვარებული ყავს? არა, მას არ ყავს. რატომ მეკითხები? უბრალოდ დამაინტერესა. შენ რა, ბოგდანი შეგიყვარდა? არა, ჩუმად იყავი, გთხოვ. ნიკოს ბოგდანი შეუყვარდა, ნიკოს ბოგდანი შეუყვარდა, ნიკოს ბოგდანი შეუყვარდა, ნიკოს ბოგდანი შეუყვარდა. დაჯექი, გთხოვ.
ნიკოლ, ეს სიმართლეა? ბოდიშით, მაგრამ ეს პირადულია. ყოველთვის მინდოდა რომ წყვილი ჩემი ხელით შემექმნა ერთ დღეს. ბოგდან, იქნები ნიკოლის შეყვარებული? მართალი გითხრათ, მე ეს არ მინდა. უდისმე შეგიმჩნევიათ რომ ჩვენი კლასი ძალიან დამდგუნველია? აბსოლუტურად გეთანხმები. ეს სკოლა კი არა, სოფელია. მე ვფიქრობ რომ კარგი კლასი გვაქვს. და სკოლაც კარგია. მამაჩემმა მითხრა რომ მის დროს 40 კილომეტრს გადიოდა სკოლაში ფეხი და ბოსელში მუშაობდა. მე ამას შენში ვხედავ, არ ვიცი შენ რა სიტყვი, მაგრამ მინდა ჩემს ირგვლივ ატმოსფერო გავამჯობესო. მომბეზრდა ეს. როგორ აპირებ ამას? წახვალ სკოლიდან? ამით ჩვენ შენ ცხოვრებას გაგვიმარტივებ. დახურე პირი, რადგან გუშინდელი ხორცის სუნი აგდის. სანთლები მოვიტანე და ყველაზე რომანტიკულ ატმოსფეროს შევქმნი. აქ ჩვენ ეს გჭირდება. რასაკეთებ? ეს არ არის უსაფრთხო. რა მოხდება თუ ყველაფერი დაიწვება? არაფერი არ დაიწვება და საერთოდ შენს თავს მიხედე. ოჯახ ნიკოლეტა, შენ ნამდვილად დაამარცხე ისინი. მე სრულიად შენს მხარეს ვარ. რა თქმა უნდა, ვინ იქნებოდი ჩემს გარეშე? ჯანდაბა გოგოებო, სასაცილო ნამდვილად არ არის. ჩვენ ყველა დავისჯებით, როცა ამას ნახავენ. აუ რა ქათამნია, ზედმეტად მაგარი ვარ დასასჯელად. ჰეი, მასწავლებელი მოდის. მოაშორე ყველაფერი სწრაფად. არაფრის მოშორებას არ ვაპირებ. ეს ჩემი გენიალური ატმოსფეროა. სხვაგვარად ცოდნა ნაკლებად დათვისებული იქნება. სწრაფად მოაშორე. არაფერსაც არ ვიზამ. სწრაფად დამალე. დამალე. არა. დამალე. არა. რა ხდება აქ? სწორედ ბიჭებმა დაწვეს ეს. მე გავაფრთხილე ისინი. ტყუილია. სწრაფად სახანძრო, სახანძრო. რა ვქნა? ღმერთო ჩემო. შეხედეთ, რა მაგარი მიკროფონი გამოვიწერეთ ემუდან. ვაუ, ეს მხოლოდ TikTok-ზე მინახავს. მხოლოდ მიკროფონი არ არის საკმარისი. შენ სიმღერას უნდა შეგეძლოს. შეგიძლია იმღერო? გონი ნიკოლს შეუძლია. იმღერე სიმღერა. არა, არ მინდა. მადლობა. გთხოვ, გვიმღერე. არა, არ მინდა. ის მშიშარა, ამიტომაც ეშინია. ასე არ არის მშიშარა. მე მშიშარა არ ვარ. გაჩერდი. იქამდე ვერ წახვალ. სანამ არ გვიმღერებ, გამიშვით. არა. იმღერე. გამოიცანით სად ვარ, სახლში ვარ. გამოიცანით როგორ ვარ, მე კარგად ვარ. მიზანიც მაქვს და მახსოვს. გამოიცანით სად ვარ, სახლში არ ვარ პატარა. ნახეთ ის მილიონის ფანია. და სხვას რასელოდი მისგან? კარგი, ყველა მაგარ ამერიკულ ფილმში, ყველა მაგარ გოგოს ყავს კლანი. მე კლანის შექმნა მჭირდება. რა? კლანი რა არის? სულელოჟენია, კლანი არის ჯგუფი. ყველაზე მაგარი ხალხის ჯგუფი სკოლაში. ისეთი ხალხის, რომელიც ყველაზე მაგარია. ნიკოლეტა, შეიძლება შენს კლანში ვიყო? რა უნდა გავაკეთო? დიახ, რა გჭირდება რომ ვიყოთ შენს კლანში? კარგი, მე გადავწყვიტე რომ ჩემი კლანის ყველა წევრმა სოსტა უნდა ატაროს. თქვენ დაგჭირდებათ სოსკები. რა იყო, სუგაგიჟდი? რა სოსკა? ჩვენ რა პატარები ვარ? როცა ბავშვი ვიყავი, დედამ სოსკას თავი ნუტელაში ჩააწო. გემრიელი იყო. ბოგდან, შენ გამოუსწორებელი ხარ. აბა, ვის სურს ჩვენს კლანში გაწევრიანება? და ვინ იქნება ლუზერი? მე მინდა. გამარჯობა გამომწერებო. გახსოვთ რომ დაგკვირდით რომ შემეძლო ჩემი კლასის დამცირება? უბრალოდ შეხედეთ ამ სამ სოსკებით. მათ უნდათ რომ მაგრები ყოფილიყვნენ. ბოლოს კი ასე შერცხდნენ. ახლა მე შენ მოგკლავ. ბოგდან არ გააკეთო. ბოგდან, დაარტყი მას, გააკეთე ეს. შუადღე მშვიდობისა, ჩემო პატარა თახვებო. ეს რა ხუმრობაა? ჩვენ არ ვართ თახვები. და როგორ ავხსნათ, რომ ყოველი გაკვეთილის შემდეგ თქვენი მაგიდის ქვეშ მტვრის გროვაა? ნაკ, ცხოველები ვით იქცევით. ყველგან სემიჩკას ყრით ხოლმე და იმას საერთოდ თივის სუნი ასდის. რას ამბობთ? ეს არის დიორის ახალი სუნამო, მოჭრილი ბალახის არომატით.
არ აქვს მნიშვნელობა. აქაც კი გგზნობ სუნს. სწორედ ამას ვამბობ. ყოველ შემთხვევაში თქვენს კლასს ჰქვია თახვები. ეს არ არის სამართლიანი. ჩვენ შევქმნით საკუთარ კონს და თავად დავარქმევთ სახელს. დიახ, ჩვენ გვერდნევა უშიშრები. დიახ, ასე ჯობია. მივიღებ თქვენს კლანში? მეც ხომ თქვენი კლასელი ვარ. შენ რა, გინდა რომ ჩვენი კლანი სამარცხვინო იყოს? თუ მიგიღებთ, ნამდვილად სამარცხვინო გახდება. კარგი, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ფოსტა აქ არის. ბოგდან, წადი შეამოწმე. აქ ნათქვამია, რომ ჩვენი ნაცისფერი თაგვი ნიკოლი მიწვეულია მსოფლიოს საუკეთესო სკოლაში, იმიტომ რომ ის საუკეთესო მოსწავლეა მთელს ქვეყანაში. მან ყველაზე კარგად დაწერა, გამოცდები. ღმერთო ჩემო. ნიკოლ, გაგვაცნობ შენს ახალ მეგობრებს? ამ მდიდარი სკოლიდან. არა, არ გაგაცნობ. შეგიძლია რომ დარჩე ამ შენს უშიშრების კლანში. ძალიან სასაცილო ხარ. ბავშვებო, მომისმინეთ. ახლახან გავიგე, რომ ნიკოლეტას დაბადების დღეა. მას უნდა მივულოცოთ. სასაცილოა. შესაძლოა დღეს ის არც კი იყოს ბოროტი. იოცნებე. ეს ხო მისი ცხოვრებისეული მისია. უსულელობთ. ნიკოლეტა ყველაზე მაგარი გოგოა მთელ სკოლაში. ეს ყველა მიცის. ძალიან დავიღალე იმის მოსმენით, რომ თქვენ მაგრები ხართ. მეც მაგარი ვარ. ბოგდან, ნუ იქნები სულელი. ნუ სულელობ ბოგდან, საერთოდ რას ამბობ? როგორ იქნები შენ მაგარი? აბა, უბრალოებო. მოამზადეთ დაბადების დღის საჩუქარი თქვენი დედოფლისთვის. კარგი, თუ გინდა ყველანი შეგვიძლია კინოში წავიდეთ და აღვნიშნოთ. მოსაწყენი და უაზრობაა. ჩემ ყოველთვის უაზრო იდეები გაქვს. შეგვიძლია ტკბილის სუფრის გაკეთება, ტორტი და ასე შემდეგ. ტკბილს სუფრას გავაკეთეთ, როცა სკოლიდან გაგიშვებენ. მე უფრო უკეთესი საჩუქარი მინდა. რა გინდა? მინდა მაჩუქოთ ნამდვილი ოსკარი. გაგიჟდი? სად ვაპირებთ მის მიღებას? დიკაბრიოსგან ავიღებთ? არ მოინტერესებს. ეს არის ნამდვილი საჩუქარი, რომელიც დედოფალს უნდა მისცე. გეთანხმები. შენ ამას იმსახურე. ჩემმა მშობლებმა დაბადების დღეზე ცალფეხა ზაზ უნდა მაჩუქეს. როგორ მოხდა ეს? ჩვეულებრივად, ერთფეხიანი უფრო იაფი იყო. დავიღალე უკვე თქვენით. დედა ჩემს ურეკავ. ჰეი, დედა. მე მინდა ნამდვილი ოსკარი. შენ დეპუტატი ხარ. გააკეთე რამე მის მისაღებად. ტუჩი ისე დაატრიალე, რომ ამ ტუჩებით იატაკის მოწმენდასაც კი შევძლებდი. შეხედეთ, მათხოვრებო. მე დავითვლი. 1 2 3 შეხედეთ, მე ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მე მინდა. შოკში ვარ. მინდა დედა ჩემა დეპუტატად იმუშაოს. აბა ბავშვებო, მოდით ვნახოთ რა გვიწერია დღეს ჟურნალში. არეულობაა, როგორც ყოველთვის. არეულობა შენ ხარ. ჩემი კლასი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სკოლაში. დიახ, ყველა მასწავლებელი ამას ამბობს. მოიცადეთ, იცით რომ დღეს ნიკოლს დაბადების დღეა? ჯანდაბა, მეზიზღება ეს დღესასწაული. მაშ ნიკოლ, როგორ გინდა რომ მოგილოცოთ? მართალი გითხრათ, მინდა ჩემი და სხვების დაცინვას თავი დაანებოთ. ერთმანეთს არ უნდა დავცინოთ, რომ გახდეთ ნამდვილი, მეგობრული კლასი. დავეხმაროთ ერთმანეთს. ერთმანეთს გული არ უნდა ვადგინოთ, უნდა დავეხმაროთ. ვიცოდი. 3 2 1 0 თქვენ მისტიკოვის არსზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და დაწერეთ კომენტარებში თუ იცანით რომელიმე თქვენი კლასელი ვიდეოში. და ლაიქეთ და ჩვენ უნდა გავიქცეთ.